მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზანება ჩემს გვერდზე, მაგიური სამყარო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ვიდეოების ყურების საფასურად რიცხავს თანხას, იწერთ ჩემს გვერდს, მადლობა რომ აშეარებთ, მიმეგობრდებით და მისმენთ. დღეს გადავწყვიტა ვიდეო ჩაგიწეროთ მესამე პირის ჩამოცილება და მამაკაცის თქვენთან მოსვლა. ეხლა ცოტა ვიღაცამ შეიძლება თქვას ეს ორი რიტუალი შეიძლება რომ ერთ ლოცვაში იყოს. და მე გეტყვით რომ კი, იმიტომ რომ როდესაც მესამე თქვენი პირი ჩამოგშორდებათ, რა თქმა უნდა რომ თქვენი მამაკაცი აუცილებლად თქვენთან მოვა. სანამ რიტუალს დავიწყებდე, მე მინდა რამოდენიმე ჩემი აზრი დავაფიქსირო იმასთან თუ ზოგი იძახის რომ მე არ მინდა ძალით რომ თქვათ იყოს მამაკაცის ჩემთან, მაგრამ უყურეთ, თქვენ არიცით რომ ყველა ქალი არის ინდივიდუალური. ყველა ქალბატონს აქვს ინდივიდუალური პრობლემა. ყველა ქალბატონს აქვს ინდივიდუალური აზროვნება და საქმის кейс, როგორ არის, кейსი. ყველა ადამიანის ოჯახი და ურთიერთობა არის სხვადასხვა. უყურეთ, ხშირ შემთხვევაში ხდება ესეთი რამ, რომ ძალიან ამწარებენ მამაკაცები ქალბატონებს. მე მაგალითად ჯგუფშიც ვთქვი, ჩემ ტელეგრამ უფასო ჯგუფში, სადაც ჩემს აზრებს ვაფიქსირებ და ადამიანები მისმენენ იქ, რომ არიან მამაკაცები, ქართველები, ამერიკაში მაგალითად ეს ჩემი კლიენტების მონაყოლია, მე არაფერს არ ვიგონებ და არც ვიცი, ისინი მიყვებიან ამ ყველაფერს, რომ მაგალითად ხშირად ქართველები მუშაობენ ერთ ოჯახში. მაგალითად ოჯახში 24 საათი. მეორე ქალბატონი მუშაობს სხვა ოჯახში, სხვა ქალაქში. სხვა იქვე 15 წუთის სავალზე, თქვათ ნიუ-ჯერსი, ან რაღაცა, ან ნიუ-იორკი. ახლოს არის თქვენი სიტყვა, ნიუ-ჯერსი, ნიუ-იორკი. 30 წუთია სავალი, ხო? ერთი კაცი ჯერ მიდის ერთ ქალთან, 2-3 დღე ჩერდება ამასთან, მერე მიდის მეორე ქალთან, 2-3 დღე კიდე ჩერდება ამასთან, ამასაც ფულს ართმევს, იმასაც ფულს ართმევს, იმას ტელეფონს გამოატანინებს, ამას კომპიუტერს გამოატანინებს, იმას მანქანის ფულს გამოართმევს და ბოლოს ეტყვის რომ უკაცრავად მე აი თოლშულს ურიგდები. და უკაცრავად, მაგრამ ამ ქალბატონებს უყვარდებათ ეს მამაკაცები, ქალებს საერთოდ უფრო ადვილად უყვარდებათ ვიდრე მამაკაცებს, იმიტომ რომ სექსუალური ურთიერთობებით ქალებს ძალიან ადვილად უყვარდებათ. და ასე ვთქვათ, წყალში ჩაყრა ენანებათ ამ ურთიერთობის, ხო? და აქედან გამომდინარე, რა გიკვირთ, რომ ეს ქალები არიან გაბრაზებულები, გაცეცხლებულები და მათ არ უნდათ რომ სხვა ქალს დაუთმონ და მე მესმის. მეც რომ ვიყო ეგეთ მდგომარეობაში, მე არც მოვუშვებდი ახლოს, მე ისეთი ჯინიანი ვარ, მაგრამ სხვასთანაც არ გავატარებდი. მე ეგრე გავაკეთებდი. ყველა ქალი ესეთია და ძალიან გთხოვთ, არავინ არ დაწეროთ რომ მე ანგელოზი ვარ. მე ვიძახი რომ მე არა ვარ ანგელოზი. რაც შეეხება რაღაცამ შეიძლება თქვას, გაჩერდი, გააგრძელე შენი ცხოვრება. ოკეი. კი ბატონო, ჯერ შურს ვიძიებ და მერე გავაგრძელებ ჩემ ცხოვრებას და ეს ქალბატონებიც ესე არიან, როდესაც მიბმას იკეთებენ, ან რაიმეს იკეთებენ, თქვენ რა გგონიათ, რომ მათ შურის ძიება არ უნდათ? დიახაც, მათ პირველ რიგში უნდათ შურის ძიება და გამოუხატავი ემოცია, ჩაკლული ემოცია თქვენ იცით რომ იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას, შიზოფრენიას პირველ რიგში.
გაგიჟებას ადამიანს ისეთი ნერვოზი უჩნდება, რომ შეიძლება გაგიჟდეს. ონკოლოგიური დაავადების 99% მოდის გამოუხატავ ემოციაზე. მაგალითად, ურთიერთობას რომ თავი დავანებოთ, იციან ხოლმე, არ იტირო ბავშვს ეუბნებიან. არა შვეშე, მაგრამ მაინც არ იტირო, ესე არ მოიქცე. ეხლა შენ არ იტირო, კაცი არ ხარ? ეხლა ეს არ გააკეთო, დიდი გოგო არ ხარ? რას ვქვა, დიდი გოგო არ ვარ, როგორ ვარ? 3 წლისას თუ მეუბნები რომ დიდი გოგო ვარ, როგორ ვარ დიდი გოგო? ეხლა ამხელა ვარ და ეხლაც მინდა რაღაცა, ხო? გამოვხატო და მინდა ვიტირებ, მინდა ვიცინებ, რატომ იშლი, ხო? ამიტომ გამოუხატავი ემოცია არის ძალიან რთული დაიტოვო შენ გულში და სხეულში. გამოხატეთ ემოცია, გააკეთეთ თქვენ რაც გინდათ და ამის შემდეგ გული რო დაგისუფთავდებათ და დაისვენებთ, აი ჩემი კლიენტები მაგალითად ესე აკეთებენ ხოლმე, არ დაგიმალავთ და გაიკეთებენ მიბმას, დაწყნარდებიან და მშვიდებიან. მე მოვლენ ზოგი ყველა სხვადასხვა кейსი აქვს. ზოგი მოვა მე გაიკეთებს წმენდას და მეუბნება, აღარ მინდა ეს კაცი, მე ახალი მოვნახე. და ახალი ადამიანები ჩნდებიან მის ცხოვრებაში. მე მათი სრულიად მესმის. მე ზოგადად ქალების მხარეს ვარ თითქმის 99%, მაგრამ მათი სრულიად მესმის. როცა ადამიანი გაგამწარებს, არ არის რომ აი მივანდობ რაღაცას და არა, სამაგიეროს გადახდა, მე ვფიქრობ, რომ სამაგიერო არა. გულში არ უნდა დაიტოვო არაფერი. ადამიანს უნდა აგრძნობინო, რომ შენზე ფეხების გაწმენდა არ შეიძლება. ნუ რა თქმა უნდა, ეს უნდა აგრძნობინო დიპლომატიურად და არა კივილ-წივილით და თმების გლეჯვით და გამიშვი დამიჭირე, ხო? ძალიან დიპლომატიურად, წყნარად, ჩუმად. აი მაგალითად, მე თუ გაუბრაზდები ჩემს სახლში ჩემს მეუღლეს, მე ცოტა ესე თქვით, რთული ხასიათი, როგორ გითხრათ, მე ძალიან მშვიდი, კარგი ვარ კლიენტებთან, მაგრამ სახლში ვარ სულ სხვანაირი და თუ მე გაუბრაზდი და არ ვიჩხუბე, თუ ვიჩხუბე, ყველა ბედნიერია ჩემთან სახლში, მაგრამ თუ გავუბრაზდი და გავჩუმდი, ჩემი მეუღლე ძალიან ღელავს ამის შესახებ, იმიტომ რომ იძახის ხოლმე, რომ შენ რაღაცა მზაკრულ გეგმას გვიმზადებ, ამიტომ რატო გაჩუმდი, ხმა მოიღე, თქვი რაღაცა, რა შესაქმე. ამიტომ მზაკრული გეგმა მართლაც მზადდება მეგობრებო ჩუმად და აი ყოველთვის ვიძახი და აღვნიშნავ ხოლმე, რომ ჩემი კლიენტები, არ ვიცი, ვისაც არ უნდა ეწყინოს, ჩემი კლიენტები, ვინც კი ჩემთან მოდის, ყველა არის განსხვავებული ადამიანი. იმიტომ რომ ზუსტად იციან რა უნდათ, ზუსტად იციან როგორ უნდათ, რა გააკეთონ და აი მიმართლებს მართლა, მე ყველაფერში მიმართლებს აბსოლუტურად და ჩემს კლიენტებშიც 99.9% შემიძლია ვთქვა, რომ მიმართლებს. ამიტომ მე როდესაც კაცი გაგამწარებთ, მე არ მოგიწოდებთ იმისაკენ, რომ რაღაცა, მე მოგიწოდებთ იმისაკენ, რომ დიპლომატიურად გასცეთ პასუხი. ჩემი დიპლომატიური გასცე პასუხი რა არის, რომ გაიკეთო მიბმა, რომ მიიღოს თავისი მისაღები და გაიკეთო წმენდა იმისათვის, რომ შენ ისე გაბრწყინდე, რომ მუხლებზე დაცემული იყოს 24 საათი ეს კაცი შენთან. და წმენდით ეს ნამდვილად ხდება, იმიტომ რომ იცით რა არის, აი რაღაც ერთი რამე მინდა კიდევ თქვა, წმენდა ზოგადად ხალხს ხო გონია კი კიდევ აღნიშნავ, მარტო აურის წმენდა და ჩემთან ესეთი რამები არ ხდება. წმენდასთან ერთად როდესაც ჩვენ მუშაობთ ხოლმე და კიდევ რჩევებს ვაძლევთ, ჩემ კლიენტებს უყალიბდებათ რაღაცა საოცარი დისციპლინის და საკუთარი თავის სიყვარულის გრძნობა.
ამის გამომუშავება ძალიან ძნელია. მითითებაც ძალიან ძნელია ადამიანს, რომ მიუთითო ეს გააკეთე, მაგრამ წმინდის მერე იმდენად თავის თავზე ორიენტირებულები არიან სწავლაში, მუშაობაში, სიახლეებში, რომ მე თვითონ გაკურებული ვარ ხოლმე, რომ უცებ მოვა კლიენტი, რომელიც აი თითქმის არაფერს არ ასე ვთქვათ, აბიუზერი იყო ურთიერთობაში ის და გაიკეთებს მერე და ისეთი ამოხეთქავს მისაგან, ისეთი, რაც ჩაკირული იყო აქამდე ბედი იქნება თუ რაც იქნება და ისეთ რაღაცებს მეტყვიან ხოლმე, რომ ეს მინდა გავაკეთო, ეს მინდა რომ ვეუბნები ხოლმე, ვაუ. მე თვითონ მიკვირს ხოლმე, რომ მართლა სასწაული სურვილები უჩნდებათ და ძალიან მახარებს. ამიტომ მეგობრებო, ეხლა დავიწყებთ ჩვენ რიტუალს. რიტუალამდე გეტყვით მართლა, რომ ჩემი მარათონი სრულდება დაახლოებით 2-3 დღეში. ეს ნაკადი ადამიანების და სტორებში გამოვაცხადებ, რომელ მაის ან ივნისის დასაწყისში დაიწყება შემდეგი მარათონი. ვინც საერთოდ არ ყოფილა უნდა მოვიდეს პირველ მარათონზე, ვინც პირველი გაიარა, შეუძლია მეორეზე ჩაერთოს, მესამეზე, მეოთხეზე და ასე შემდეგ. ძალიან გთხოვთ, მარათონში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ ტელეგრამი. ტელეგრამის გარეშე მარათონში მონაწილეობას ვერ მიიღებთ, მეგობრებო. ამიტომ გადმოტვირთეთ და მე ძალიან მეუხერხულება ხოლმე. მე მეუბნებით, როგორ გადმოვტვირთო ტელეგრამი, რანაირად გადმოვტვირთო, რა არის ტელეგრამი და მეგობრებო, დაგუგლეთ, შეეკითხეთ მეგობრებს, დაიხმარეთ, მე არ შემიძლია ასეულობით ადამიანს აუხსნა რა არის ტელეგრამი, როგორია და რომ ეშმაკი არზის შიგნით და ასე შემდეგ მეგობრებო, 21 საუკუნეა. მე არ თქვენ ტელეფონში ნამდვილად არ ვზივარ, პროგრამისტი არა ვარ, მე ვარ მაგი. ამიტომ თუ თქვენ არ გაქვთ ტელეგრამის ფუნქცია გადმოტვირთული, ეფი, ესე ვთქვათ, თქვენ მარათონში მონაწილეობას ვერ მიიღებთ. ყველაფერ ინფორმაციას ამ დღეებში, როდესაც დასრულდება, დავდებ სტორებში და იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ დეტალურად ვისაუბრებ. მე ჩემთან რომ მომწეროთ, როგორ დავრეგისტრირდე, რანაირად მარათონი, როგორ მე ვერ გაგცემთ პასუხს და არ გეწყინოთ, იმიტომ რომ ამისი არც დრო მაქვს, საერთოდ რომ თითოეულ ადამიანს ვუხსნა რა არის მარათონი, როგორია ტელეგრამი და ცოტა მეუხერხულება. მოკლედ, მოვიშოროთ თუ არა მტრები, ავანთოთ სანთელი, მოვიშოროთ მტრები და ასე ვთქვათ, დავიბრუნოთ ჩვენი მამაკაცი. აიღეთ თქვენი მტრის ფოტო, გინდაც მობილურში და მეორე ტელეფონში აიღეთ თქვენი საყვარელი მამაკაცის ფოტო. ეს რიტუალი არის ძალიან ძლიერი და ეს რიტუალი 21 დღეში დაშლის იმ ადამიანებს. ზოგიერთი შეიძლება უფრო ადრე დაშალოს და კატათაგვივით აქციოს. თქვით თქვენი მტრის სახელი. თქვით თქვენი მტრის სახელი. გაიმეორეთ თქვენი მტრის სახელი. ეს იქნება ქალი,
ეს იქნება მამაკაცი, მნიშვნელობა არ აქვს, გაიმეორეთ. გაიმეორეთ. გაიმეორეთ თქვენი საყვარელი ადამიანის სახელი. 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 რასაც მე ვიტყვი, ზუსტად ესე იქნება. როგორც მე ჩავიფიქრებ, ზუსტად ეგრე იქნება. როგორც მე დაგაშორებთ, ზუსტად ესე იქნება. გაიმეორეთ თქვენი მტრის სახელი. გაიმეორეთ თქვენი მამაკაცის სახელი. ამინ. მეგობრებო, ეს რიტუალი შეგიძლიათ გააკეთოთ 21 დღის განმავლობაში. ყველა დილას აღამოს, ან შეგიძლიათ უყუროთ ყველა დილას აღამოს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის ზოგადი რიტუალი, მაგრამ არის მაინც ძალიან ძლიერი და ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგად მუშაობს. ზოგადად თუ თქვენ გაქვთ პრობლემები ოჯახთან, ვერ ქმნით ოჯახს, დაგენგრათ ოჯახი, ზრდით შვილებს მარტო, ყველა პასუხისმგებლობას იღებთ თავზე, არა გაქვთ ბედნიერი ცხოვრება, რამდენი კაცით შეგხვდებათ არის ყველა toxic abuseri და ის თქვენ ხელის გულზე არ გატარებთ, ეგ ნიშნავს, რომ პირველი ან თქვენ გაქვთ რაიმე წყეულა, ან თქვენ გაქვთ რაიმე ოჯახის ჯადო და ან თქვენ გჭირდებათ წმენდა იმისათვის, რომ თქვენი დაკარგული ძალები აღიდგინოთ და დაიწყოთ ცხოვრება თავიდან, რადგან არ არსებობს ქალი, რომელიც არ იმსახურებს იმას, რომ მამაკაცმა ხელის გულზე ატაროს. თქვენ დაგავიწყდათ ხანდახან, ყველას შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ მთავარი დედამიწაზე. ჩვენ ვაძლევთ სამყაროს შვილებს, ჩვენ ვადებთ ბავშვებს, ჩვენ ვღსდით მათ, ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი, უბრალოდ პატრიარქატმა, მამაკაცებმა, რომ იციან ჩვენი ძალა, ჩვენ რა შეგვიძლია, მარტოდ შეგვიძლია ცხოვრება, შვილების გააზრდაც, ფულის გამომუშავებაც, მათი ფეხზე დაყენებაც, სახლის აშენებაც. პატრიარქატმა მსოფლიოში გააკეთა ბევრი რამ, რომ ჩვენთვის ხელები შეეკრა. ქალებს აგვიკრძალეს ბევრი რამ და დღემდე გარკვეულ საკითხებში ქალების უფლებები ძალიან ირღვევა და ამაზე მამაკაცები თვალს ხუჭავენ, რომლებიც არიან მსოფლიო ხელისუფლებაში. ამიტომ თქვენ გავიწყდებათ ვინ ხართ, თქვენ გავიწყდებათ რა შეგიძლიათ. თქვენ გავიწყდებათ, რომ ერთადერთი ცხოვრება გაქვთ და სხვა ცხოვრება არ ვიცით იქნება არის და არსებობს თუ არა. იმიტომ რომ ჩვენ ეს ცხოვრება არ გამოგვივლია, ჩვენ იქ არ ყოფილვართ, ამიტომ მხოლოდ რაღაცა
ტყუილების ხარჯზე ვერ ვიქნებით. უნდა ნახო და შემდეგ უნდა ისაუბრო. ამიტომ ჯადოს გარდა ძალების აღდგენა შეიძლება მხოლოდ წმენდით. წმენდა არის გასაღები თქვენ ცხოვრებაში, ჩემი წმენდა, რომ თქვენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არ არის რომ შეცვალე შენი ცხოვრება, მოდი ჩემთან წმენდა გაიკეთე, ეს უბრალო სიტყვები, ეს არის 100, 1000, 10,000, მილიარდი პროცენტი გარანტია იმისა, რომ შენი ცხოვრება 100%-ით შეიცვლება და ერთხელ და სამუდამოდ ამოხვალ ყველა იმ გაჭირვებიდან, ყველა იმ პრობლემებიდან, რაც აქამდე ცხოვრებაში გქონდა. და კი, შენ იმსახურებ და აუცილებლად წმენდის მერე შეხვდები ისეთ ადამიანს, რომელიც შენ ხელის გულზე გატარებს, იმიტომ რომ ყველა ქალი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი გარეგნობის ხარ, ეხლა სად ხარ, ცუდ სამსახურში მუშაობ, რთულ სიტუაციაში ხარ, რა სიტუაციაშიც არ უნდა იყო, იცოდე რომ ყველა მხრიდან არის გამოსავალი. ოღონდ თუ შენ ეს გინდა. თუ შენ ეს გინდა. იმიტომ რომ ყველა ამისთვის მზად არ არის. ვინც არის, ის ყოველთვის იმარჯვებს. მადლობა ჩემო მეგობრებო, გისურვებთ წარმატებას. კონსულტაციისათვის შეიძლება მომმართოთ ნომერზე +1 718 506 28 მხოლოდ WhatsApp-ზე. კონსულტაციაზე ჩაწერის გარეშე, მე იცით თქვენ ისტორიებს არ ვისმენ. გეგზავნებათ მესიჯი ავტომატურად, აგზავნით ქვითარს და ელოდებით, როდის გავიღვიძებ და გიპასუხებთ. ბედნიერად, მადლობა თქვენ რომ მისმენთ.